ქართული ცეკვა სცენაზე არ დაბადებულა. ის იქმნებოდა მთაში და ბარში, შრომაში, ზეიმში, ყოველდღიურ ურთიერთობებში. იქ, სადაც საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხასიათი მოძრაობად, რიტმად და მუსიკად იქცეოდა. სწორედ ამ მრავალფეროვანი კულტურული მეხსიერებიდან შეიქმნა სუხიშვილების სამყარო. მათ რეპერტუარში ერთიანდება მთის სიმტკიცე, ზღვისპირეთის ტემპერამენტი, ბრძოლის ჟინი, სიდინჯე და შინაგანი ღირსება. სუხიშვილები ეს არის მემკვიდრეობა, რომელიც ბებიამ და ბაბუამ დაგვიტოვა, რომელსაც შენარჩუნებასთან ერთად უწყვეტად ვანვითარებთ და ვსდით. საქართველოს ყველა კუთხეს თავისი რიტმი, ხასიათი, მოძრაობა და ისტორია აქვს. ეს მრავალფეროვნება ყველაზე კარგად ქართულ ცეკვაში იკითხება, სადაც ყოველი მოძრაობა კუთხის ხასიათს გადმოსცემს. მთაში უფრო ხისტი, უფრო თავშეკავებული, ბარში უფრო შედარებით თავისუფალი, ზღვისპირეთი ხო საერთოდ, როგორც აჭარული ცეკვები მაგალითად, ფერადოვნება კოსტუმების ფერი განსხვავდება. ამ შემოქმედებითი გზის გაგრძელებას უკვე მრავალი წელია საქართველოს ბანკი მხარს უჭერს. პარტნიორობის საფუძველი საერთო ხედვაა. ტრადიციის შენარჩუნება, მუდმივი განახლება, განვითარება და ქართული კულტურის ახალი შესაძლებლობებით გაძლიერება. რათა მომავალ თაობებს გადაიცეს ქართული შემოქმედება, რომელიც საკუთარ ფესვებს ინარჩუნებს და ამავე დროს მუდმივად განახლების გზას მიჰყვება. სუხიშვილების ცეკვა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ავთენტურ სულს ეფუძნება. თითოეულ მოძრაობაში კონკრეტული კუთხის ისტორია, ხასიათი, ყოფა და ტრადიცია იკითხება. სუხიშვილები დაარსების დღიდანვე ამ მრავალფეროვნებას აერთიანებს და კრავს. აი ცეკვებში არის შემონახული ზუსტად გენეტიკური კოდი, რომელიც სადღაც დალექილია, ის მაინც ამოდის ამ მოძრაობაში და ჩანს. აი ეს ღირსება, შეუდრეკელი სული, თავგანწირვა, პატრიოტიზმი. ჩვენი მემკვიდრეობა ამ ტრადიციას აგრძელებს და ყოველი კუთხის უნიკალურობას ხას უსმევს. 80 წელზე მეტია სუხიშვილები კვლავ ინარჩუნებენ მთავარღირებულებას. არ კარგავენ ფესვებს და არც განვითარებას წყვეტენ. ამიტომ მათი ცეკვა ეს არის საქართველოს ცოცხალი შემოქმედება, რომელიც რეგიონებში იბადება, სცენაზე ვითარდება და მსოფლიოს ქართული კულტურის ენით ესაუბრება. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სუხიშვილები საქართველოს კულტურულ ისტორიას მსოფლიოს სცენებსა და საქართველოს რეგიონებში პარალელურად განაგრძობენ. ამ კავშირის კიდევ ერთი დემონსტრირება 8 სექტემბერს ქუთაისში დაგეგმილი კონცერტი იქნება, სადაც მაყურებელი კიდევ ერთხელ ნახავს, როგორ იქცევა საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხასიათი ერთიან სცენურ მოძრაობად.